მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს პროექტ Zoom-ის ვიდეო მიმოხილვები და ჩვენი შემდეგი სტუმარი არის Motorola Defi Plus-ი და დღეს ვისაუბრებთ სწორედ ამ ტელეფონის შესახებ. ეს არის ძალიან საინტერესო ტელეფონი, რომელიც აღჭურვილი არის Android-ის სისტემით. იგი გამოვიდა 2011 წლის სექტემბერს, მისი წონა შეადგენს 118 გრამს. რაც შეეხება ეკრანს, ეკრანის გაფართოება შეადგენს 4854 პიქსელზე, ხოლო ზომა არის 3.7 დიუმი, ანუ საკმაოდ მაღალი გაფართოების ძალიან კარგი ეკრანი არის. ეკრანი არის დაცული Gorilla Glass display-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დაკაცრვა ფაქტიურად შეუძლებელია, იგი მას გააჩნია აქსელომეტრი, გირომეტრი და ასევე multi-touch, ანუ შეგიძლიათ ორი თითის დახმარებით მოახდინოთ ეკრანზე სხვადასხვა ოპერაციის შესრულება. ასევე ტელეფონი აღჭურვილი არის სპეციალური ინტერფეისით, რომელსაც ეწოდება Moto Blur ინტერფეისი. ტელეფონს გააჩნია მეხსიერება 2 გიგაბაიტის ოდენობით, 512 მეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 5 მეგაპიქსელიანი კამერა, რომელსაც გააჩნია LED განათება. როგორც უკვე მოგახსენეთ, ტელეფონი აღჭურვილი არის Android-ის 2 და 3 ვერსიით. გააჩნია 1 GHz-იანი პროცესორი და ყველაზე მთავარი რაც ამ ტელეფონს შეგვიძლია თქვა, იგი არის წყალდატვერ გამძლე. ან დაახლოებით 1 მეტრის სიღრმეში 9 საათის განმავლობაში ტელეფონს შეუძლია გაუძლოს ყველანაირ წყლის ზემოქმედებას. რაც იმას ნიშნავს, შეგვიძლია თქვა ზღვაში ან მდინარეში ან აუზში გადავიღოთ ვიდეოები წყალქვეშ და ასე შემდეგ. და ასევე გააჩნია ამ ტელეფონს შესანიშნავი ბატარეა 1700 მAh-ის ოდენობით, რომელსაც შეუძლია ამოშრაოს იგი 7 საათის და 10 წუთის განმავლობაში, ხოლო 384 საათი ლოდინის რეჟიმში. რაც შეეხება ტელეფონის კორპუსს. ტელეფონის კორპუსის ყველა მხარე არის სპეციალური შტამპებით დაცული. მაგალითად, აქ შეგიძლიათ მოათავსოთ micro USB პორტი, რომელიც არის ასევე რეზინის თავსახურით. დაცული ზედა მხარე 3.5 მმ-იანი ჯეკი, კვლავ არის რეზინის სპეციალური თავსახური დაცული, რო არ შევიდეს მასში წყალი. აქ არის ტელეფონის ჩამრთავი, გამომრთავი და ეკრანის ბლოკის მომხსნელი სპეციალური ღილაკი. და თავად ხედავს, როგორც შესანიშნავი ანიმირებული ეფექტი აქვს, როდესაც ირთვება ტელეფონის ეკრანი. აქ არის ხმის ამწევი და დამწევი ღილაკები, სხვა მეტი არაფერი. აქ არის 4 სენსორული ღილაკი. რაც შეეხება უკანა მხარეს, აქ არის ფოტოკამერა, აქ არის განათება და სპეციალურად ესე გადავწევთ და ტელეფონის ეს უკანა მხარე იხსნება. თავად ხედავ, რომ ტელეფონი არის აღჭურვილი ისეთნაირად, რომ მასში ძალიან რთულად თუ შეაღწევს წყალი, სპეციალურად არის დაცული. და შეგვიძლია დაუბრუნოთ უკანა ხუფი თავის პირველად მდგომარეობას და ჩავკეტოთ იგი და მომწოდოთ წყალში შესაცურად. ესეც ხონა ხუმრობით. ისევე როგორც Motorola-ს დანარჩენი Android-ები, რომლებიც ჩვენ ვისაუბრეთ და ვისაუბრებთ მომავალში, ანუ შემდეგ მიმოხილვებში, მე ფაქტურად ეს ტელეფონი საქართველოში ერთ-ერთი პირველი ვარ, ვინც დაიჭირა და თავად ხედავთ, რომ გამოიყურება ინტერფეისი, მისი ფონი შედგეს არის მწვანე ფერის, მაგრამ შეგვიძლია ჩვენ ძალიან მარტივად შევიდეთ wallpaper-ებში, დავიჭერთ მაგალითად live wallpapers, იგივე ცოცხალი wallpapers, მაგალითად დავყენოთ ეს შესანიშნავი წყლით ანიმირებული ფოტოები და მაგალითად თუ დავაწვდით სადაც მოგესურვება, ხედავთ როგორი ეფექტი ექნება ამ ტელეფონში. შეგვიძლია დავყენოთ სრულებით ჩვეულებრივი wallpaper-ი, ანუ უკანა ფონი გალერეიდან ან ავარჩიოთ ტელეფონში განთავსებული გალერეიდან და მე ავარჩიო რამის ფონს, რომელიც შეიძლება ნაკლებად ეკურებს, რათა დანარჩენი ყველაფერი კარგად გამოჩნდეს. როგორც თავად ხედავთ, ახლა ეკრანი არის ოდნავ ჩამქრალი, ვინაიდან დაწეული აქვს დისპლეის განათება. მე აუწევ და თავად ხედავთ, რომ ეკრანი უფრო განათდა, უფრო კარგად გამოჩნდა ყველაფერი. როგორც უკვე მოგახსენეთ, ტელეფონი აღჭურვილი არის Moto Blur ესეთ სპეციალური ინტერფეისით, რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად. თუ თავისუფალ გვერდზე დიდხანს დავაწვევით, გამოდის ესეთ სპეციალური განყოფილება, სადაც არის Motorola-ს ვიჯეტები, გადმოწერილი ვიჯეტები, შორტკატები, ფოლდერები და შეგვიძლია აქვედან შევძლიოთ შევცვალოთ უკანა ფონი. და აუცილებლად შევიდეთ ტელეფონის კამერაში და შევამოწმოთ როგორ მუშაობს იგი. შეგახსენებთ, რომ ტელეფონს გააჩნია 5 მეგაპიქსელიანი კამერა. აქედან შეგიძლიათ დაახლოებით დააშოროთ, შეცვალოთ სხვადასხვა პარამეტრები, გადაერთოთ ვიდეოს რეჟიმში და ასე შემდეგ. აქ არის სხვადასხვა ვიჯეტი, რომელსაც დიდხანს თუ დავაწვევით, შეგვიძლია მივიჩვენოთ სხვა ადგილი, ასევე შევცვალოთ ზომა,
გავზარდოთ ისე როგორც ჩვენ მოგესურვება და ხედავთ რომ აქ მე გავზარდე. აქედან შეგვიძლია მარტივად შევცვალოთ გადავიყვანოთ ტელეფონი ფრენის რეჟიმში, Bluetooth-ით ჩავართოთ, გამორთოთ, GPS-ით ჩავართოთ, გამორთოთ, Wi-Fi-ით ჩავართოთ, გამორთოთ და ასე შემდეგ. თუ ჩამოვწევთ ესე, აქ არის სპეციალური შეტყობინებების განყოფილება, სადაც თქვათ მესეჯით მოგევა გამოჩნდებათ აქ. რაც შეეხება აპლიკაციების მენიუს, იგი გამოიყურება შემდეგნაირად. ეს იგი ნავიგაცია ხდება ზევით და ქოვით მიმართულებით. აქ არის ყველა ის აპლიკაცია, რომელიც მოყვება Android-ის სისტემის ტელეფონებში, შეგვიძლია შევარჩიოთ, ან უყუროთ ყველა აპლიკაციას ერთად, ხშირად მონახულებულ, ან გადმოწერილ აპლიკაციებს, ან თქვათ დავამოწმოთ ჩვენი ჯგუფი და შემდეგ იმ ჩვენ ჯგუფში დავაჯგუფოთ ის აპლიკაციები, რომლებიც ჩვენ ყველაზე ხშირად გვჭირდება. შეგახსენებთ, რომ ტელეფონს გააჩნია GPS-ი, მესამე თაობის ქსელების ხარდაჭერა და მე ამასობაში როგორც ანუ თავიდან გავაქტიურებ მე ამაზე უკაბელო ქსელი და ვნახავთ თუ როგორ გამოიყურება სხვადასხვა მაგალი გაფართოების ვიდეოები ამ არც თუ ისე პატარა კი არა და საკმაოდ კარგი ზომის ეკრანზე და ჩვენ შეგვიძლია ავკრიფოთ 1080 პიქსელიანი ანუ მაგალი გაფართოების ვიდეო, რათა შევძლოთ გავიგოთ ბოლომდე ამ ტელეფონის ვიდეოების შესაძლებლობები და შეგვიძლია ჩავართოთ ერთ-ერთი, გადმოვატრიალოთ და ოდნავ გადავახვიოთ წინ. ტელეფონს აქვს საკმაოდ კარგი ფასი, ანუ ის დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ კონკურენციას გაუწევს მის კონკურენტებს ფასით, ეკრანის გაფართოებით, სიმძლავრით და ყველა იმ შესაძლებლობებით, რომლებიც გააჩნია მას. ტელეფონს აქვს შესანიშნავი ხმა და ეს ვიდეო შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგად გამოიყურება. ნახოთ მე დავასტოპე. შეიძლება გამოიყურება ამ ეკრანზე ოდნავ ჭედავს, ვინაიდან სავარაუდოდ ინტერნეტის რაღაცა პრობლემა არის, რომელიც ამ ტელეფონთან არაფერ კავშირში არ არის, ამას არ შეგეშინდეთ და ჩვენ ავსებოთ შევიდეთ ინტერნეტ ბრაუზერში და მოვინახულოთ თუ როგორ უმკლავდება ამა თუ იმ საიტს ეს შესანიშნავი ტელეფონი. შევიდეთ ჩვენ საიტზე www.zoomer. Ну, სულ პრინციპში რამოდენიმე წამი დაჭირდა იმისთვის, რომ ტელეფონს შეეწყვეტა ჩვენი საიტი. შეგახსენებთ, რომ ტელეფონს გააჩნია HTML ბრაუზერი, აქვს შესანიშნავი ფერები, ძალიან კარგად გადმოსცემს საიტის ყველა დეტალს. ოდნავ თუ მივახლოვებთ, ანუ multitouch-ის დახმარებით, შეგვიძლია წავკითხოთ ყველა ტექსტი და ყველა გრაფიკული ნახატი თუ ვიდეო თავისუფლად და ძალიან კარგი ბრაუზერი აქვს, შეიძლება ითქვას, ну ეს არის Android-ის, ეს არის Motorola-ს დამსახურება და მე შეიძლება ვითქვას, რომ ძალიან ნასიამოვნები დავრჩი ამ ტელეფონის Internet Explorer-ით. აქ არის სხვადასხვა ვიჯეტები, როგორც თავად ხედავთ. აპლიკაციების მენიუ, უბრალოდ პარამეტრების მენიუ გამოიყურება შემდეგნაირად. ესეთი თეთრ ფონზე არის განლაგებული, აქედან შეგვიძლია შეცვალოთ ყველა ის პარამეტრი, რომელიც ამ ტელეფონს გააჩნია. დღეისთვის პრინციპში ეს იყო ამ ტელეფონის შესახებ, ეს იყო Motorola Defi Plus-ი. დღეისთვის ამ ტელეფონის შესახებ თუ გაინტერესებთ უფრო მეტი, შემოგვიძახეთ ჩვენ საიტზე www.zoomer.g და გაიგეთ უფრო მეტი. კარგად ზანდებოდეთ.